ვიდეო ხავდა. აგერა ალუბლის ლუდი. ლოცავ საქართველოს და მიდე ერთი რამ ყვა. იმედის ტელევიზია მაქსვენად სალიერი ბარი თუ როგორ ასხამები სალიერი დაკეტი ბარს გადაუღო და გამოაცხადო რომ ევროპაში უჭი რა და აი ახლა და ნენელა რომ მოვატაროთ აქ როგორ უჭი როგორ არის გადავსებული და გავიდეთ ერთი იქეთ ხარისაც გადავიდეთ ეხლა აი მინდა ახლა დავანახო წამოდას გადაიგე აი რა სილამაზია რამდენი ხალხია მინიში ხალხი არ შეიძლება ის გადაშე სავსე ახლა ეს ბარები არის გადატენილი და ღამის 12 პირველ საათამდე იქნებიან ახლა ჩვენ ვარ ქალაქ ანტვერპენში აი მინდა მოგიყვეთ ევროპის გაჭირებაზე. როგორ უჭის ევროპას? აი რა მინდა რომ ეს უქროულობაა ნახოთ. აი გადაიგებია. გადაიგე უქროულობა. გადაიგე. პატაშორის მინდა ერთი რამ გითხრათ. ამ უქროულობის უმეტესობა არის ქართველი ებრაელების და თუკი აქტებში გადავწყვიტავთ ოქროს ყიდვას ქართველმა ებრაელებმა გათვალისწინება იციან ქართველების და ფასდაკლება იციან ყოველ შემთხვევაში როგორც ბელგიას მიკიდიან ისე არ მიკიდიან დაგიკლებენ ახლა ასე წრედაცა I am to ბოლოში და ასე გადაუხობ და მთელი ეს დიდი უბანი არის ასეთი ოქროულობის მაღაზიები სულ ოქროულობის მაღაზიები აი იმედის ტელევიზიის ჟურნალისტებს ვეკითხე აი სადაც ახლა ქალე გაჭირებას აი სად ხედავთ რომ ინგრევა თურმე ევროპა რა აი ნახე აი დაანახე რასი დიდი არის აქ ოქროულობა აქ ამცუთას ამ მაღაზიებში იმდენი ოქრო იყიდება და იმდენი ოქრო და ბრილიანტია რომ რა ვიცი ერთი წელიწად საერთოდ ბელგია არაფერი არ აკეთოს ეგი უბრალოდ მარტო თელ ბელგიას მარტო ეგრეთო და თან ახლა გამლელები დამანახეთ ერთი გამლელები სად უყურებთ აგანი გეის და თქვენი ენაზე ბინჯურ ენაზე აი პიდარასდებს სად უყურებთ ან ჩაცმაზე რას უყურებთ რა ვიცი მოდიან ბედნიერი სახეებით გამევიდნენ ოქრო იყიდნენ რაჭის ახლა აღეს გაჭირებული აი რომელ სათხოს ახლა განი ან ღიმილი რომელს არა ან ხვალიდელ დღეზე რომელი ფიქრობს ან გეი და ლესბიანკა რომელ სათხობს აი სადათხოთ ახლა აი აგერ მოდის ახლა ის გალი არ მოდით 90 წლის იქნება ბედნიერია მოდის არის ბედნიერი და აფეთქებული რა გაგიმარჯოთ ვეთვა გაგიმარჯოთ აი ჩვენი ტრაგედია რამდენი ემიგრანტია საერთოდ აგერ ახლა გავარ გაგვიარენ ქართველებმა რა აი რამდენი ემიგრანტი ანტვერპენში აი 5 წუთში გამიარა აგეს სამმა ქართველებმა კიდო თუ გავჭით კიდო გამივლიან და ისე ქართველები ახლა სულ რასაც უყურებთ ამ მოუქროულობაში უმეტესობა არის ქართველი ებრაელი აი ესაა თურმე ინგრევა ევროპა და ნახეთ რამდენი